პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ხიდების მშენებლები გახლავთ ბიზნეს პლატფორმა, რომელიც დააფუძნეს ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა და მას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. ერთის მხრივ ეს არის დიასპორის გაძლიერება და ასევე საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. სამწუხაროდ დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ არის წასული ემიგრაციაში. ჩემს მაგალითზეც რომ თქვა 24 წელია ჩემი და ცხოვრობს გერმანიაში და ფაქტობრივად იქ გაიზარდა და ბევრია ესეთი ჩემს ირგვლივ და პირველი თაობის ემიგრანტებს რომ მკითხოთ სად არის მათი სახლი არის საქართველო, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ვერ ახერხებენ ან უბრალოდ იმდენი დროა გასული რომ აღარ აქვთ სურვილი უკან დაბრუნების. ამიტომ ამ ბიზნეს პლატფორმის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ სწორედ ის რომ შეაკავშიროს ქართველები ერთმანეთთან, რომ მათ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, ჩვენი ასე ვთქვათ, ორგანიზაციის მიზანი გახლავთ ეს გაბნეული ემიგრაციის სისტემური მშენებლობა მოხდეს, მათი შეკავშირება მოხდეს ევროპაში, ამერიკაში მყოფი ემიგრანტების და ბიზნეს აქტივობებით მათ ასევე თავიანთი იდენტობა არ დაკარგონ და გააძლიერონ მათი საქმიანობა. გარდა ამისა, მეორე პრობლემა რაც არის მეორე თაობის ემიგრანტებთან დაკავშირებით არის ის, რომ მათ უფრო ნაკლები კავშირი აქვთ საქართველოსთან, ისინი ძირითადად დაბადებულები არიან საზღვარგარეთ და მათ ქართულად საუბარიც კი უჭირთ და ამასთან დაკავშირებით შემდეგ ნუცა ისაუბრებს რა აქტივობები გვაქვს მათთვის დაგეგმილი და რა განვახორციელეთ გასულ წელს და ჩვენ ამ პროექტებით გვქონდა შარშან ამერიკაში ღონისძიება, სადაც გარდა პანელური დისკუსიებისა ასევე მუსიკალური ნაწილი იყო, სადაც ნიკაც იღებდა მონაწილეობას, გვქონდა ევროპაში არაერთი ღონისძიება და აქ არის ასევე მარკეტ-ფეარები ეწყობა, სადაც ბიზნესები, ქართველების მიერ დაფუძნებული ბიზნესები არიან წარმოდგენილი მათი პროდუქციით და ხდება როგორც პოპულარიზაცია მათი პროდუქციის, ასევე ეს ბიზნესები იცნობენ ერთმანეთს და ხდება რეალიზაცია. მაგალითად, ამერიკაში პრინსტონში გვქონდა მარკეტ-ფეარი, სადაც სრული ანშლაგი იყო, მოკლედ როგორც კი ანუ ბიზნესების კუთხით ინიციატივა და სხვა შორის თქვენ საუბრობდით, რომ ეს რაღაც შეკავშირება არის ძალიან მნიშვნელოვანი ემიგრანტების სისტემური კავშირი მათ შორის, რომელიც არის თითქოს ფრაგმენტირებული, შესაძლოა იმიტომაც, რომ ემიგრაცია ნიშნავს ასევე, რომ ყველას თავისი სამუშაო გრაფიკი აქვს, ყველა შრომაშია ჩაბმული და ასევე ალბათ ამას სჭირდება რაღაცნაირი ერთიანი სინერგიული პროცესი. მე მაინტერესებს ასევე თქვენ გულისხმობთ ერთ ქვეყანაში ემიგრანტების ერთობას, თუ შეიძლება ვიხილოთ ჩვენ ისეთი, ასე ვთქვათ, სისტემური ერთიანობა, როგორიც არის, ვთქვათ, სხვადასხვა ქალაქებს შორის, სხვადასხვა ქვეყნებს შორის. აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ემიგრანტები საჭიროა თუ არა მათ ჰქონდეთ რაღაც ტიპის კავშირი ევროპაში მყოფ ემიგრაციასთან. კი, ჩვენს პლატფორმას ხშირად ადარებენ ხოლმე ასე ვთქვათ დავოსის ფორუმს და ეს კავშირები რა თქმა უნდა არის მაგალითად ჩვენი 9 მაისის ბრიუსელის ღონისძიებაზე ჩამოდიან სტრასბურგიდან, ასევე როდესაც სტრასბურგში გქონდა ღონისძიება შემოდგომაზე იქ ჩამოვიდნენ მიუნხენიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ, ასევე ტალინში გქონდა გასულ თვეს ღონისძიება და ჩამოსული იყვნენ ფინეთიდან და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ სწორედ ეს არის მიზანი, რომ შეკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთთან და ერთმანეთს მოუტანონ სარგებელი და ამ კავშირებით გააძლიერონ ეს ჯაჭვი, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს გაძლიერებას და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას. თან ამის